მოგესალმებით და ამ ვიდეოში გთავაზობთ ენოქის წიგნის ახსნის გაგრძელება. 3 ვიდეო მე დავდე, ეს იქნება მეოთხე ვიდეო. მე მგონი კიდევ 2 ვიდეო გამოვა. მე არ მინდა გრძელი ვიდეოები გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით. ამიტომ ყოფ ნაწილებად. მაშინ დავიწყოთ. მაპატიეთ უკან ალბათ თვალი მაყურებლის სცენარი შეამჩნევს სცენარის არა თუ უყურე ჩემ ვიდეოს თუ მე მიყურე კედელზე ჩანა შავი ზოლი აგერ ხედავთ აგერ ეს არის მაწვიმს 28 დეკემბრის შემდეგ ჩემი ხაზიკიშვილმა რაღაცი გააკეთა მაგრამ მაინც დამაწვიმა დღეს როგორ მეგონა დღეს რომ წყალი დამიდგებოდა ისევ 28 დეკემბრის შემდეგ მიდგება წყალი ადრე კი მაინც თბილი ამინდები იყო გაზაფხულში შემოდგმაზე რომ დაწვენა მიდგებოდა და არ მომიტევოთ რომ მე არ ვალაგებ სახლს უბრალოდ სანამ ეს ჭერი არ გაკეთდება თან ჩოთქიც არა მაქვს მოგდო ჩოთქი სამბარიან მაღაზიებში გათავდა და ველოდები მაგრამ სანამ ეს არ გაკეთდება მე ვერ დავალაგებ ოთახს ვერ გავწმენდავ ჭერს ამიტომ ბოდიში გიხდით მეტი მე ფონი არა მაქვს უკეთესი რომ გადავიღო მაშინ უნდა დავშდი ფანჯარასთან ზურგით და მე ეს ამ ხრიდან მერჩენია და ჯდომა რატომ და ვაღებ კარებს და კარგი ამინდი რომა ფანჯარი ფარდასაც გავწევ და სინათლე შემოდის მე ცოტა შედარებით თბილ ამინდებში კარებს სულ ვაღებ ჩილად მათშია და ვაღებ კარებს როცა სიცივეებისი არაა მოსაცვენია ბოდიში უბრალოდ იმიტომ შევწყვეტე ახლა მე იმიტომ გითხარით ეს რომ არ გეგონით რომ მე პინტურად ვარ ოთახში შეიძლება ზღვარად როგორც მილე ისე სიცუთავეს ვიცავ რა ვქნა პირობები ასეთია და კი გააკეთა იმ ბიჭმა ზევით რაღაცა დაასხა წეპო დააშურუპა მაგრამ წყალი ისვიში მომივიდა კიდე კაც ბევრი წყალი არ შემომივიდა თუმცა ბევრჯერ ვიტყურებოდი გარედან სანამ კარები გამოიცლებოდა აიწიოდა სანამ გოლი დაისხმებოდა ზარალის თავს ამდენი ნანახი მაგრამ არავის თავია გაკეთდეს დააჭერს თვითონ პატრონ მარიცის რა ხდება დადგა თავი ბოდიში გიხდით ამ ფონისთვის ამიტომ გითხარით რა ვქნა მე ოთახს ვერ შევიცვლი იმიტომ რომ მაშინ სოციალური აგენტი უნდა მოიწიო და გადააკეთებიო ყველაფერი აქ რო გავეყინო მაინც ოთახსაც ვერ შევიცვლი რა გზა მაქვს მეტი უკაცრავად ბოდიში გიხდით გავაგრძელებ ახლა ის ეკილმა ხალხს ადამიანებს ასწავლა ღრუბლების ცოდნა უბრალოდ ცოდნა ღრუბლების შესახებ ასწავლა მეტეოროლოგია ასწავლა ღრუბლების წაკითხვა ასწავლა ამინდის გამოთვლა ღრუბლების ფორმის მიხედვით ღრუბლების ფერების მიხედვით განათების მიხედვით მოძრაობის მიხედვით სიმაღლის მიხედვით და ეს ცოდნები ძალიან მნიშვნელოვანი იყო აგრარული საზოგადოებისთვის იმის ცოდნა თუ როდის მოვიდოდა წვიმა როდის დადგებოდა გვალვა როდის უნდა ელოდო ქარიშხალს ქარიშხალი არა კარბორბალას ან ქარიშხალი იყო და ისა დიდროს ასრულებდა ეს ცოდნა იმისთვის რომ დაგეგეგმა თუ როდის უნდა დაგეთესა და დაგერგო როდის უნდა აგეღო შემოსავალი და როგორ უნდა მომზადებულიყავი სტიქიური მოვლენებისთვის მაგრამ ეს ცოდნა აგრეთვე იძლეოდა მანიპულაციის და კონტროლის საშუალებას რაც აძლევდა власть მაგრამ ამის ცოდნა აგრეთვე იძლეოდა კიდევ ძალაუფლებას მან ესე იგი ის პიროვნება რომელსაც შეუძლია იწინასწარმეტყველოს წვიმა ან გამოიანგარიშოს თუ როდის იქნება წვიმა დაიბრალებს თავის თავზე რომ წვიმა გამოიწვია მან ვინც იცის გვალვის ნიშნები შეუძლია გამოიყენოს ეს ცოდნა გვალვაზე იმისთვის რომ
შექმნას შიში, ჩანერგოს შიში ადამიანებში და შიშის დახმარებით შემდეგ ადამიანები გააკონტროლოს. ან იმისთვის რომ გამოძალვოს ფული, ან კიდევ რამე. რატომ და საზოგადოებაში, სადაც წვიმა ნიშნავდა სიცოცხლის გადარჩენას და გვალვას სიკვდილს, ამ ფორმით ამ ცოდნის ფლობა უდრიდა პოლიტიკურ და რელიგიურ მართლობას. რაკელმა ასწავლა ადამიანებს მიწის ნიშნების ამოცობა. მიწის ნიშნები კი არა, ახსნა იმ ნიშნებისა, რომელსაც დედამიწა აწოდებდა ადამიანებს. რაც თავისში რაშიც შედის გეომანტია, მანტია კი იცით რა, ხდებით ალბათ რა, გეომანტია, ანუ გეოლოგიური მანტია, მიწის მანტია, ასეთი მეცნიერება. ლანდშაფტის კითხვის ხელოვნება, მთების ფორმების კითხვა, დინების ახსნა, წაკითხვა, დაბების განლაგება და ამის ახსნა, დაბების განლაგების ახსნა, ნიადაგის ნიადაგის ხარისხზე ინფორმაციის მიღება. ამას ყველაფერს მოქონდა ინფორმაცია და ის ვინც ფლობდა ამ ინფორმაციით და ამ ცოდნით, დასაკვირველია, მას მეტი ძალა ჰქონდა. გეომანტიაში შედიოდა აგრეთვე ენერგეტიკული ხაზების ცოდნა. მე რამდენჯერმე გიხსენე თქვენ ზოგ ვიდეოებში ლეიხაზები, ანუ ენერგეტიკული ხაზები. ეს ენერგეტიკული ხაზები ყველგან არაა დედამიწაზე. არის მხოლოდ რჩეული ადგილები, სადაც გადის ეს ენერგეტიკული ხაზები, ანუ ლეიხაზები. და ამის ცოდნა ადამიანს აძლევდა აგრეთვე ხელისუფლებას და კონტროლს. ხო, ანუ ლეიხაზები არის ის ადგილები, სადაც დედამიწის ენერგეტიკული ძალები არის კონცენტრირებული დიდი რაოდენობით. და ეს ადგილები იქცეოდა წმინდა ადგილებად. ადგილი, სადაც შენდებოდა ტაძრები, ეს იყო ორაკულების ადგილები და აგრეთვე თუ რამე უნდათ პირამიდების აგრეთვე. პირამიდების დიდი ნაწილი აშენებულია ენერგეტიკულ ლეიხაზებზე. აგრეთვე ამაში ამ გეომანტიის ცოდნაში, როგორც მეცნიერებაში, როგორც მეცნიერების სახით შედიოდა წყლის მოძებნა, ოქროსი, საბადოების მოძებნა, რადგან ეს ყველაფერი იყო განლაგებული ნიადაგის ქვეშ, მიწის ქვეშ. ხო, რუსულად ჯერ გეტყვით, რომ წყალს ეძებდნენ სპეციალური საშუალებებით, რომელიც კეთდებოდა ყურძნის ტოტებისაგან. მე ახლა განახერთ ამას თქვენ. ყველა არიცით, მე არ ვიცი მაგალითად, რა ინსტრუმენტს ხმარობდნენ. კი, ისე სახელი ვიცი ზეპირად. აი, ასე ტოტს ყურძნის ტოტისგან აკეთებენ, აი ასე ხელსაწყოს გაორმაგებული, ჟარგონი რომ გამოვიყენოთ რუსული რა გადკაცკავს, მხოლოდ რეზინა არ აქვს. ხო, აი ასეთი საშუალებების მეშვეობით ამას რუსულად ქვია, ამ ასეთნაირი მეთოდით წყლის ძებნა ლაზახოცტვა და ქართულად მე ხა მოვიძებნია ინტერნეტში თურმე თარგმანი ყოფილა დოზინგი. არით შეიძლება ხალხურად სხვა სახელწოდება აქვს, თუ ვინმე მიცით, მომწერეთ კომენტარებში, მეც მაინტერესებს. რაღაც დოზინგი არ ჟღერს ისეთნაირად და ეგებ
ხალხური სახელწოდება ამ ესე იგი ასე ვთქვათ ხელსაწყოსი უბრალო ხელსაწყოსი იცით მე ძალიან მაინტერესებს და ამ მეთოდით სასმელი წყლის ძებნა არის ძველი პრაქტიკა ის ვისაც შეეძლო წყლის ან ოქროს მოპოვება თებში ფლობდა ძალაუფლებით თავისი სურვილით გაეკეთებია არა დახმარებოდა დედამიწას ტრანსფორმაციაში მაგალითად უნაყოფო მიწიდან ექცია ნაყოფიან უნაყოფო ნიადაგიდან ექცია ნაყოფიან ნიადაგად ღარიბიდან სიღარიბი ესე იგი ღარიბული მდგომარეობიდან გადაექცია მდიდარ ნიადაგად შემშეილმა ასწავლა ადამიანებს მზის ნიშნების ამოცნობა მზე ძველ კულტურებში იყო არა მხოლოდ სინათლის და სითბოს წყარო არამედ აგრეთვე იყო ღვთაებრივი ძალა და მზეს ძველად აიგივებდნენ იგივე ღმერთთან მზის ციკლების ინფორმაცია ცოდის სახით ბუნიანობა რაც კი ყველაფერი იყო დაკავშირებული მზესთან და მზის ციკლი ეს მზის მოძრაობა იყო მაშინდელი კალენდრების შექმნის საფუძველი და ძველად მზის დაბნელება იყო ძალიან ბოროტული მოვლენა მაგდროინდელ ხალხისთვის მზის დაბნელებას უკავშირებდნენ ნელ ძალებს და თვლიდნენ რომ ამ მომენტში მზის დაბნელების მომენტში კოსმოსური წესრიგი ირღვეოდა და როდესაც ადამიანი ფლობდა იმ ნიჭით უნარით რომ ეწესამეტყველა მზის დაბნელება ეს აძლევდა მას ძალაუფლებას და კონტროლს სხვებზე და აგრეთვე ამ ხალხს ვისაც გააჩნდა ასეთი ცოდნა ჰქონდათ საშუალება ჩაენერგა ხალხში შიში შიშს კი როგორც თქვით აქვს დიდი თვალები ფართო თვალები აგრეთვე მზის ნიშნების გამოცნობაში შედიოდა მზის ლაქების ამოკითხვა თუ ამოცნობა რას ნიშნავდა ეს ყველაფერი ხო და მზის გარშემო ხანდახან იქმნებოდა რაღაც მრავალი მზის მაჩვენებელი თითქოს და მრავალი მზე იყო იმათ მზის გარშემო ან კიდევ სხვა რაღაც მოვლენები მზესთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი შედიოდა აგრეთვე ამ მზის ცოდნის როგორ გითხრათ ამ მზის ცოდნაში და ვინც ამას ყველაფერს შეისწავლიდა ვინც იცოდა ეს ყველაფერი და საკურველია ის მას შეეძლო გავლენა მოეხდინა დიდ მასებზე და ეს ყველაფერი იყო გამომდინარე მის კეთილსინდისრებაზე რადგან თუ ბოროტი იყო გამოიყენებდა სათავისოდ თუ კეთილსინდისიერი იყო გამოიყენებდა სახალხოდ და ჰარმონიაში იმოქმედებდა ბუნებასთან, დედამიწასთან, კოსმოსთან და ამ მზის ღვთლები მე არ გულისხმობ ეკლესიურ ღვთლებს ადრე რუსულად არის ჟრიცი, მაგრამ სიტყვა ჟრიცი ნიშნავს იგივე მღვდელს. უბრალოდ ადრე არ იყო ეს აბრამული რელიგიები და თაყვანს სცემდნენ
ზეს, თვალეს და ასე შემდეგ. და ყავდათ ქალი მღვდლები, კაცი მღვდლები. მაგალითად, როდესაც იყო სკიფია, ჰიპერბორეა, ატლანტები, მაშინ ქალები დრუიდისები არსებობდნენ. ქალები მღვდლები. იყო დრუიდები, ერთხელ უბრალოდ დრუიდები და ქალები ამ ცოდნის ტარებლებს, ქალებს უწოდებდნენ დრუიდესები. ხო. ანუ და აგრეთვე ჟრეც, ჟაბა, ჟრეც. ხო, იგივე ნიშნავს მღვდელს, მაგრამ არა ახლანდელ მღვდელს, არამედ მაშინდელ მღვდელს. და ეს მღვდლები ხდებოდნენ შუამავლები მზის და კაცობრიობის შორის. ანუ ხდებოდნენ ინტერპრეტატორები ღვთაებრივი ნებისა. ზახრილმა ასწავლა ადამიანებს მთვარის ნიშნების ამოცნობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ დროინდელ კოსმოლოგიაში. რადგან მთვარე ზეგავლენას ახდენდა მოქცევა-მიმოქცევაზე, ქალურ ციკლზე, ითვლებოდა კი ახალ სითბურება, რომ მთვარე მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. და აქედან გამომდინარე შემოვიდა ტერმინი მთვარეული. მაგრამ მთვარეული არ არის მხოლოდ ამ ყველაფრის ახსნა. ბორევის წინში, ბორევი წერს, რომ ხო, რადგან ჩვენ შევეხეთ ამას, მთვარეულს, ტერმინს მთვარეულს, წერს, რომ ბორევი ხედავდა წვრილ დონეებს და მან შეამჩნია, რომ მთვარისა და დედამიწის შორის არის კიდევ ერთი მთვარე. იმ წვრილ დონეზე ფიზიკურად არ არსებობს ის, მაგრამ არსებობს წვრილ დონეზე და ამ მთვარეს უწოდებენ კეტუ. და იმასაც არის საუბარი, რომ როდესაც ვინმე ამთავრებს მიწიერ გზას, ანუ ხდება, მისი სული ჯერ მიდის ამ კეტუზე, ამ ასტრალურ, ან თუ გინდათ ეფირული მთვარე დაარქვით, მთვარეზე კეტუ. და რაღაც დრო, რაღაც პერიოდი ისატარებს ის. და ბევრი მაგალითებია, რადგან ამას შევეხ, მე მინდა თქვენ ეს გითხრათ და ბევრი ინფორმაცია მოვიპოვე მე ამასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ეს რაც გითხარით ბორევის კეტუსთან დაკავშირებით და კიდევ რა მინდა გითხრათ. მთვარეული საიდან მოვიდა ეს სიტყვა? ბორევი წერს, რომ ხანდახანო ამ კეტუს მაცხოვრებლებიო მოდიანო დედამიწაზე, დროებით სისხლობენო ადამიანის ავატარებს, აი მაგალითად, და ადამიანი ხდება მთვარეული, რადგან მის სხეულს ეუფლება თითქოს კეტუს მაცხოვრებლის სხეული და ადამიანი ამ დროს არაფერს არ აცნობიერებს, არაფერს ამჩნევს, ის მძინარეა, ანუ როდესაც ძინავს ადამიანი, როდესაც იძინებს, ასტრალური სხეული არ იძინებს ხომ, ის სადაც უნდა იქცევა, ამით სარგებლობენ ისინი და დროებით სახლდებიან ამ ავატარში და ასეთ ადამიანს შეუძლია წვრილ მართულზე გაიაროს, ან ფანჯრიდან გადმოვიდეს, გაიაროს ჩვეულებრივად, ან კიდევ ისეთი რაღაცები ჩაიდინოს, ისეთი რაღაცები, რასაც ნორმალური ადამიანი სიფხიზლეში ვერ იზამს. არაფერი დაემართება, რადგან ავატარით მართავს ეს კეტუს მაცხოვრებელი. მეც მასე მეგონა, ხო, აი ეს არის ერთ-ერთი ახსნა. და კიდევ მე თქვენ 2 თუ 3 ვიდეო, არა, 2 თუ 3 არ მახსოვს,
ვიდეო დადებული მაქვს ალენა ვალკოვასი არხიდან რეალური მისტიკური ისტორიები და ალენას აქვს ერთ-ერთი ისტორია ძალიან საშიშნელი ისტორია არა მე არ ვაპირებ ამ ისტორიის გადათარგმნას და თქვენზე მოწოდებას იმიტომ რომ ალბათ ჩამქოლავენ სკეპტიკოსები ჭყალებში აი აქ არის მოყვანილი ამ ისტორიაში ალენას ისტორიაში თვარეული საქციელი სადაც გმირი ამ ისტორიის დედა თვარეულობის მომენტში მოკლავს თავის შვილს და რატომ ამ ქალს ყავდა ქმარი გათხოვილი იყო გოგონა შეეძინათ ეს გოგო ძალიან უყვარდა მამას და გარდაიცვალა ეს კაცი გოგო რომ უფროს კლასელი იყო ისე ხო მოკლის მოგიყვებით და ამ თურმე ამ ქალს როდესაც ორსულად იყო დედა ამ ქალზე კიდევ ტყუპისცალი დაყავდა მაგრამ არ მახსოვს ზუსტად მე მგონი აპორტიკი არ გაიკეთა ამდამე ტყუპა ჩაყლაპა ის და თუ ნაყოფი დაიყუპა არ ვიცი და ეს და ხოლმე აკითხავდა ამდას სიზმრად და ისე მოხდა რომ ამ ქალმა თავისი საკუთარი ხელით ჩამოაღწია შვილი ეს ქალი მერე კურნავობდა საგიშეში რაღაც პერიოდი და შემდეგ გარდაიცვალა და ეს და ტყუპისცალი ამ დისური სახდებოდა ხოლმე მე ასე გავიგე მე ხო ვიცოდი ეს ნუ ალენა ვალკოვა არიძიება სიღრმეში ის მაგია მაგას აქვს რაღაც ძალა და ეხმარება ხალხს და ყოფადი ცხოვრების და მისი მეორე ცხოვრების შორის იხლიჩებოდა ქალი ახლა მიატოვა ამ საქმეს ახლა არ ეწევა რადგან ჯანმრთელობა არ უტყობს ხელს და თან აქედო ოჯახზე კიდე აქვს მისახედი ჯანმრთელობაზე მისახედი და ხანდახან თუ მივაკითხავო ჩემ კლასს თორე ახლა მე არ მუშაობ ამ საქმეზე და მე ასე ახსენი ეს ისტორია გამახსენდა ამ ისტორიას უსმენდი ბორეევის კეტუ ასტრალური მთვარე სადაც ხალხი მიდის ბევრს აქვს ნათქვამი კიდევ სხვა წყაროებიდან მე გავიგე რომ თურმე კტრების სულები ჯერ იქ მიდიან ხო და ეს და ეუბნებოდა სულ თავის და საყვედრე და შენ სუსტი ხარ ის ბავშვი შენ დაგმისგავსა და მე ამ გოგოს წავიყვან ეუბნებოდა და როდესაც ალენა ჩავიდა იქ და იძიებდა ამ ბავშვის სიკვდილის საქმეს როდესაც იძიებდა ის როდესაც შორეულ გზაზე მიდის ის რჩება იმ ადამიანთან ან ოტელში მიდის ან ფინანს კირავს ძალკე მაგრამ ის ქალი მარტო იყო და დარჩა იქ და ამ ხალს გოგოსიც ჰქონდა ნაყიდი დივანი ქმრის სიკვდილის შემდეგ ის ლოგინი გადააგდეს სადაც ქმარი იწვა და ეს ალენა იწვა დივანზე და რამდენჯერ ცადა ამ თვალულობის დროს ამ დედამ ალენასი მოკვა ერთჯერ ჩაქუჩი ურტყა დივანს ეგონა ალენას ურტყამდა მეორედ ნაჯახი აიღო თუ დანა დაჩეხვა უნდოდა და მე მიხდი რომ და მე დავწერე კომენტარში ეს იყო მისი და ესე იგი დეიდა მოკლა დიშვილი ოღონდ ისარგებლა დედის სხეულით დედა ხო როდესაც სიზმარში ღამით თქვენ გძინათ ნებისმიერ სულ შეუძლია შევიდეს თქვენ სხეულში ამიტომა მძინარე ადამიანის ავატარი იღლინთება ნეგატივით ზოგჯერ იქ ჩვენ გვიტევენ მე რამდენჯერ გავიხვიძე რაღაც უცნაური წერტილებით თან თითო წერტილი კი არ იყო ორი წერტილი ასე უყურეთ ორი აქ სხვა ადგილას აქ იყო მგონი ხო აქ ასე თითქოს და რაღაც ორმაგი ვიტრო საქმით ვიღაცა მიჩხლიდა
ხო? მე ჩემი ხელით ხო არ ვიცი თან თვითონ რო ყოფილიყო კიდე ალბათ მონაფხანი და ან რამე იქნება მე ვიტყოდი მაგრამ თქვენ ძილის შემდეგ თუ რამე სხეულზე ანახატი ანაჩხოტი აყვათ ეჭვა შეგიბაროთ რომ თქვენ ძილის დროს ქონდათ შეტევა ასტრალური პარაზიტებისგან და სხვადასხვა არ შეგეშინდეთ თქვენ შეგიძლიათ თქვენი თავი დაიცვათ უბრალოდ დილას რომ გაიხვიძებთ მაგალითად ზაფხულში ბევრი იბანს ყოველდღე ზამთარშიც ვისაც თბილა ბინაში ყოველდღიურად სამსახურში წასვლამდე და ყოველ საღამოს შხაპს იღებენ ხო და ვინც არ იღებს შხაპს მაგალითად ყოველდღე თავს არ იბანს ან შეგიძლიათ უბრალოდ აიღო წყალი და თავზე როგორც ღდელი ჩოთქით ასე შვება ან პატარა ცოცხლით რა ქვია მაგას რას უწოდებენ ისე დაიბრისგოთ თავზე და მთელი ნეგატივი გაგიქრებათ უკეთესად იგრძნობ თავს და ან სახეზე ცივი წყალი მოდით გავაგრძელოთ ხო და რელიგიური კალენდრები ანიჭებს ძალიან დიდ ყურადღებას მთვარის ფაზებს ძველათაც ასე იყო ახალი მთვარე სავსე მთვარე ყოველ მთვარის ფაზას ჰქონდა სპეციფიკური მნიშვნელობა და ასოცირდებოდა სპეციფიკურ რიტუალებთან მთვარის დაბნელება სისხლიანი მთვარე ითვლებოდა ძალიან ბოროტულ მოვლენებად ამ ასეთი მთვარეების წინასთან მეტყველება ცოდნა იმისი რომ როდის როგორი მთვარე გამოჩნდება და ამის წინასთან მეტყველება ეხმარებოდა ამის ცოდნას გაერთხილებიათ მასები ან გაიკონტროლებინათ მასებში ისევ შიშის ჩანერგვის მეშვეობით ბევრ კულტურაში მთვარეს ცვლიდნენ ქალურ სიმბოლოდ და ყოველი ამ 200 ანგელოზიდან ყოველი სათითაოდ სპეციალიზირებული იყო ერთ რაღაც ასე ვთქვათ მეცნიერებაზე სპეციალიზაციაზე ადრესად იყო ეს სიტყვა სპეციალიზაციაზე და ყოველი სფერო ამ ცოდნებისა წარმოადგენდა ძალაუფლების საშუალებას ყველა სათითაოდ წარმოადგენდა ძალაუფლების საშუალებას და კონტროლის საშუალებას ცივილიზაცია რომელიც იყო აშენებული აკრძალულ ცოდნაზე იქნებოდა დამანგრევებელი თავისთავად რადგან ტექნოლოგიები ეთიკის გარეშე ძალაუფლება სიბრძნის გარეშე და ცოდნები სულიერი გაგების გარეშე ქმნიან სამყაროს რომელშიც სუფევს ძალადობა სუფევს მაგიური ომი სუფევს ფატალიზმი და სუფევს კონტროლი და манипуляცია აგრეთვე ენოქის ტექსტი მიუთითებს სხვა მცველებზეც ოღონდ მცირე ინფორმაციით მათზე მოკლე ინფორმაციით მაგრამ მათი სახელები ატარებენ სიმბოლურ წონას რიმაშელი ვიცი სახელით ნიშნავდეს იქნება ღმერთის ქუხილს შეიძლება ასწავლა ადამიანები ჭექა ქუხილის ცოდნა ელექტრული ფენომენების გაგება ტამიელი რომის სახელი ნიშნავს თვით ღმერთის სრულყოფილებას და წარმოადგენს დაცემის ირონიას ის ვისი სახელით მეტყველებს სრულყოფილებაზე გახდა გარყვნის სიმბოლოდ დანიელი არ გაიგივოთ ბიბლიურ დანიელთან არა ეს სხვა დანიელი მისი სახელი ნიშნავს ღმერთმა
განსაჯა, ანუ ღმერთის ჯის ნიშნავს დანიელი, ხო, მაგრამ თვითონ გახდა საჯული მეთქი. ბრალდებული, მაპატიეთ. ბრალდებული. ყოვლის სახელი, რომელიც შეიცავს ბოლოს შეიცავს სუფიქსს ელ, სიტყვები, რომლებიც შეიცავენ ბოლოს სუფიქსს ელ, ხას უსვამს მათი სახელების ღვთაებრივ ძალასთან სიახლოვეს, რაც ხდის ამ ანგელოზების ასეთი სახელების ტარებელ ანგელოზების დაცემას უფრო ძალიან ტრაგიკულს. 200 ანგელოზი, რომლებაც თან გაყვენ ამ 20 ლიდერებს, რომლებაც ესენი აცდუნა, არ არის დასახელებული ინდივიდუალურად ამ ტექსტში, ენოქის ტექსტში და ისინი რჩებიან ანონიმურ მასებად, ათობით, რომლებიც მეთაურები იყვნენ ყოველი დასახელებული ლიდერი, მათთვის იყვნენ ლიდერები. რაც ჩამოვთვალე მე წინა ვიდეოებში სახელები, ეს ხალხი, ეს ანგელოზები იყვნენ ამ ასე ვთქვათ მასოვკის წარმომადგენლების ლიდერები. ყოველი ათეულის ლიდერი. და მათი ანონიმურობა ხას უსვამს მათი კოლექტიური ცოდნის ასე ვთქვათ დაცემის ანონიმობას. მაგათმა ამ მასო დანარჩენმა, რომლებიც ექვემდებარებოდნენ ჩამოთვლილი ლიდერების ასე ვთქვათ იყვნენ, ახლა თათაბურია ყველაფერს. იყვნენ ამ ლიდერების ასე ვთქვათ ძალაუფლების ქვეშ და ყოველმა მათგანმა გააკეთა არჩევანი, მონაწილეობა მიიღო აჯანყებაში. მათი რიცხვი არის 200, რომელიც სიმბოლურად მნიშვნელოვანია, რადგან ებრაულ გემატრიაში ყოველ რიცხვს აქვს თავისი დატვირთვა და ეს 200, ციფრი 200 შეიძლება ნიშნავდეს მათთან ან დასრულებას, სისრულეს, ან დასრულებას რაღაც, ხო, ან დაცემას და ეს არის საკმარისი რიცხვი იმისთვის, რომ ესე იგი 200 საკმარისია ეს რიცხვი, ეს 200 ანგელოზი იმისთვის, რომ ამათი დაცემა უბრალოდ ამ დაცემას ქონოდა კოსმოსური ეფექტი. აღმოჩნდა საკმარისი ამისთვის. ეს 200 ანგელოზი, რიცხვი 200. მათი ჩამოსვლა თა ხერმონზე შემთხვევით არ მოხდარა. შემთხვევით არა ურჩევიათ თა ხერმონი ლოკაციის ადგილად. რადგან ხერმონი იყო ყველაზე მაღალი თა ამ რეგიონში. და ის სახურობდა არა, ის იყო საზღვარი, ის ადგილი ცის და მიწის შორის. ამთის სიმაღლე ხდიდა მას ადგილად, სადაც ცა და მიწა ხვდებოდნენ ერთმანეთს. ანგელოზებისთვის ჩამოსვლა დედამიწის ყველაზე მაღალ წერტილზე იყო სიმბოლური აქტი. კი, მათ დატოვენ კოსმოსი ზეცა, მაგრამ ისინი დედამიწის დაბლობში არ ჩასულან. არამედ აირჩიენ ყველაზე მაღალი მთის ადგილი.
მათი ფიცმა დააკავშირა ისინი წყევლით ამ მთაზე და ამით მაგათმა აქციეს თვითონ მთა ცოდვის სიმბოლოდ. უფრო მოგვიანებით ეს მთა ასოცირდებოდა დემონებთან. სამყაროეს, სადაც, ესე იგი, ადგილი, სადაც სამყაროეს შორის წვრილი საზღვარია გავლებული. თან იმ ცოლების სახელები, რომლებიც მოიყვანა ამ ცოლებმა, ადამიანების ცოლებმა, არ არის ნახსენები და არც აღწერილი მათი ცოლები დეტალურად. ეს ცოლები წარმოდგენილია როგორც პასიური ობიექტები ამ ანგელოზების სურვილებისა. მათზე მოიხსენიებს ენოქი როგორც ადამიანების ქალიშვილებზე, რომლებიც სილამაზე იყო დაცემის კატალიზატორი. მაგრამ ჩდება კითხვა, იყო თუ არა ამ ცოლების არჩევანი თავისუფალი? ხომ შეეძლოთ ანგელოზებს აიძულათ ისინი სექსუალურ კონტაქტში შესულიყვნენ? შეეძლოთ, რადგან იცით რა, ამ ენოქის წინს, როდესაც ვთარგმნი, მე ძალიან მიყვარდა კითხვა, ძალიან და თავიდან რუსულ ენას კითხულობდი საერთოდ წიგნებს. ქართულად კი კითხულობდი, მაგრამ უფრო თავისუფლად ფლობდი რუსულ ენას და ახლა ნებისმიერს წავიკითხავ. ეს წერა მიჭირს, როდესაც შევამოკლებ ქართულად, მე მაგას ვერ ვშიფრავ, რომ ჭირდება რომ გავშიფრო. არა, მეცნება, არა, მე ფლობ ახლა, მშვენივრად ფლობდნენ ქართულ ენას. ხა შეიძლება გადათარგმნის დროს ბევრი სიტყვები ვერ გადათარგმნო, მაგრამ თარგმნი თავისუფლად. ხა ინტერნეტია და პრობლემა არ არის, ხო? და მახსენდება ზღაპარი, ქართული ზღაპრები ამ ხალასისთვის იყო, ინტერნეტში ვერ პოულობ მაგას და იქ ხშირათა ნაჩვენები, ხშირათა ამ ზღაპრებში ნახსენები დევები და გარუნდა. ჩიტი ფრინველი გარუნდა. ხო, მე ხომ მაშინ ამას კითხულობდი, როგორც ხო, გარუნდა სხვანაირად იქ ქართულად სხვა სახელი ეწერა. და ერთ-ერთმა ზღაპრის გმირმა გამოიყენა ეს ფრინველი იმისთვის, რომ სადღაც გადაფრენილიყო. მოიმარაგა ხორცი. და როდესაც ხორცი გაუთავდა, მან ბარძაყიდან ამოიჭრა ხორცი და ჩაუდო პირში ამ ფრინველს, რა და როდესაც მიფრინავდა ეს ფრინველი, ხო ჭირდებოდა ენერგია და როდესაც მოშიდებოდა, თავს ისკენ შეაბრუნებდა და ამ დროს ხორცი უნდა აიღო იმას და ჩაედო ამ ფრინველის წინასწარ გააფრთხილა ფრინველმა, რომ როდესაც მე თავს შემოვაბრუნებო, შენ ხორცი უნდა ჩამიდეო პირში. შემდეგ, როდესაც ადგილზე მიფრინდნენ, ამ ფრინველმა ნახა, ხო, ამ ფრინველს მოეწონა ბოლოს რო ხორცი ჩაუდო და კითხა ამ გმირს, რა გემრიელი ხორცი იყო, მაგრამ რო ნახა, რომ გმირი კოჭლობს, ფრთა ასე გადააფარა და ის ადგილი, საიდანაც ამოიჭრა ხორცი გმირმა, მან შეავსო ისევ ხორცით ფრინველმა, ფრთა ასე გადაუსვა და ხორცი შეურსო. თურმე ეს ფრინველი არ ყოფილა ზღაპარი, მართლა ახლაც არსებობს და ადრეც მით უმეტეს არსებობდა. შეეძლოთ თუ არა ადამიანურ ხო, ადამიანურ არა, არასწორად გადავთვალე. ადამიანების ქალიშვილებს, ახლა სწორია, შეეძლოთ თუ არა ადამიანის ქალიშვილებს ვარი ეთქვათ ამ გოლიათებზე. ტექსტი ამას არ ხსნის, მაგრამ ისინი აღმოჩნდნენ ნაროტივის ინსტრუმენტებად
აღმოჩნდა ნაროტივის ინსტრუმენტი. სხვათა შორის კი გავიძახი ამ ნაროტივს, მაგრამ ერთი მოდი ვნახოთ რას ნიშნავს ეს ნაროტივი. თურმე ეს რაღაც ახალი სიტყვა ჩემ დროს ეს სიტყვა არ იყო. არ მსმენია. ნარატივი ეს არის თხრობა, სიუჟეტი ან ისტორია, რომელიც აღწერს ურთიერთდამოკიდებულ მოვლენებს, რომელსაც ჩვენ გვაცდიან განსაზღვრული აღთქმის პრიზმის დახმარებით იმისთვის, რომ აუდიტორიას შეექმნას კონკრეტული იდეა, ფასილობა ან ურთიერთობა. უბრალოდ რომ ვთქვათ, ნარატივი არის ფაქტების ინტერპრეტაცია. თუ ქალებს არ ქონდათ საშუალება ვარიე თქვათ მათთან დაახლოებაზე, ესე იგი ეს ქალები იყვნენ მსხვერპლი და არა თანამონაწილეები ამ საქმეში. მაგრამ თუ ქალებმა ნები დაირჩიეს ანგელოზებთან კავშირი, ეს ქალები რასაკვირველია ატარებდნენ ანგელოზების ცოდვის წილს. ხომ ნეფილიმები, რომლებიც გაჩნდნენ ამ კავშირის შედეგად, მე მგონია ისინი ცხვარპლი იყვნენ. იმიტომ რომ მაგენი არ გეგმავდნენ ხომ, ამ ქვეყნად მოსული იყვნენ. მათ მაგილად ეს დაგეგმეს ანგელოზებმა. უბრალოდ ნეფილიმები იყვნენ ცოდვის ნაყოფი. და ეს ცოდვა მათ არ ჩაუდენიათ. იმ მხრივ რომ ძალით არ მოსულა დედამიწაზე. ხო, რომ მათი დედამიწაზე გამოჩენა, საერთოდ გაჩენა მათების წინააღმდეგ მოხდა. ნეფილიმების ჰიბრიდული ბუნება შეუძლებას ხდიდა ჩამსდარიყვნენ რომელიმე სურათში, ცხოვრების სურათში. ისინი იყვნენ ძალიან დიდები, ისინი იყვნენ ძალიან ზედმეტად ძლიერები, იყვნენ ძალიან, როგორ გითხრათ, ხორმუცელები, ვერ ძღებოდნენ. მაგენი სრულიად ადამიანები არ იყვნენ. ნახევრად ადამიანები იყვნენ, მაგრამ აგრეთვე არც ანგელოზები იყვნენ. ცოტათი კი იყვნენ ანგელოზები, მაგრამ სრულიად ანგელოზები არ იყვნენ. ნახევრად ადამიანები, ნახევრად ანგელოზები იყვნენ. ხობდნენ ნახევრად ანგელოზურ ძალას. და სხვათა შორის მინდა მოგიყვანოთ კიდე ერთი მაგალითი. მე არ ვიცი ეს რა იყო, რადგან ნეფილიმებს შევეხეთ. კი, მე ხშირად ვახსენე ალიონა ვალკოვა, არხის ბლოგერს, რეალური მისტიკური ისტორიები. აი, ზუსტად ასე უწერია, რეალნე მისტические истории. და მან ერთხელ მოყვა თუ როგორ მოძებნა ის თავისი ახლო მეგობრის ოჯახის მკვლელი, რომელმაც მთელი ოჯახი ამოხოცა ფულის გამო. ცოლი იყო ფეხზიმედ, მალე უნდა იშობიარა, 2 გოგონა ყავდა, ბავშვებიც კი არ დაინდო, ყველას გამოუჭრა ყელი. იცით რა, მე უკვე ამას ეს არ მოქმედებს ჩემზე, ასეთი რაღაცები და ვინც მე მისმენთ, დრო შემეჩვიოთ იმას, შეეჩვიოთ იმ ჩემ მომთხოვებას, რომელსაც მე თქვენ გაცდით. იმიტომ რომ ჩემ ნერვებზე არ მოქმედეს ემოციურად ეს, რადგან მე უკვე არ მიკურს არაფერი. და ალიონა ვოლკოვა წავიდა. იქ ესენი ხო ძალის მფლობელები არიან და ამათმა იციან ყველაფერი, თუ სად, რა, როგორი ძალა, როგორი არსებები არსებობენ და თურმე საცხა ალტაის რეგიონში ყოფილა ადგილი, სადაც
ბინადრობს გოლიათი, რომელიც კითხულობს ადამიანების ასლს. საერთოდ ძალა უფლება გააჩნია ალიონასნაირი ადამიანებზე მეტი ძალა გააჩნია, მაგრამ ეს არის გოლიათი და როდესაც ნეფილიმებზე მე ხოლმე ვუსმენ ისტორიებს და თურმე ამერიკის კანიონის ზოგ ადგილებში, რომელშიც ადამიანებს ეკრძალებათ მის ჩასვლა, ცხოვრობენ ნეფილიმები და მათი განწმენდა უნდა მოხდესო. მე უცებ გამახსენდა აი ეს გოლიათი და მე არ ვიცი ეს მე მგონი ნეფილიმია, მე ნეფილიმი მგონია, რატომ იცით? ალიონამ ახსნა ვერ მოუძებნა, მაგრამ მე ხარ დავიწყებდი იქ კომენტარებში ახსნა განმარტებას, ვისაც რა უნდა ისწამს და თან მე ალიონა უბრალოდ ძალისფლობელია, თორე ალიონას ბევრი რამე არ წამს. მას არ წამს, რომ კეთილი ფერიები არსებობენ, რადგან ის შეხვდა ბოროტფერიებს. ფერები არ იყვნენ ისინი, მაგრამ ფერები დაარქვეს იმათმა, ვინც ამ ძალით ფლობს და მან მოძებნა ეს უკა დაუხაზენ და გააფრთხილე. იქანიო და ფეხზე არ დადგეო. დაუხატეს როგორ უნდა მისულიყო. მაშინ ალიონა ატარებდა მოკლე შეჭრილ გახევებულ თმას, თეთრად გახევებულ თმას და ვარცხლობა ჰქონდა ჩოლკა წინ, აი აქამდე. ხო და ამან ახლა ეს ყველგან სადაც მიდის, თავის რუგზაკს ატარებს, სადაც საჭირო ნივთები აქვს. და ამას წინათ ვინც ხო იგიც გააფრთხილეს, რომ ალიონა იმიტომ წავიდა, რომ იმ გოლიათს მიეცა ის ასწავლეს ალიონა, რომ გოლიათის ის უნდა ეთხოვა, ეთხოვა მისთვის ძალა, რომლის დახმარებით ის ნახავდა თუ ვის რა ცოდვა აქვს ჩადენილი. ხო? როგორ ხდებოდა ეს და ნისლივით ადამიანის გარშემო, ვისაც მაგი უყურებდა, გამოჩნდებოდა რაღაც ნისლივით და ამ ადამიანის ცოდვით თუ რამე ქონდა ჩადენილი ცხოვრებაში, კინოსავით, ლენტასავით, როგორც უყურებ კინოს, ისე ანახებდნენ. მაგრამ რა საფასური დაუშდა ალიონას ეს? გააფრთხილეს, რომ სამაგიეროდ ის გოლიათი რაღაცას აიღებს. წინათ მამაკაცი ყოფილა, რომელსაც ხელი მოაგლიჯა ამ გოლიათმა. არ ვიცი საწაიღო ეს ხელი შეჭამა თუ რა უყო ამ ხელს, არ ვიცი, მაგრამ ხელი მოაგლიჯა. მაპატიეთ ხალხო, ვისაც სუსტი გული გაქვთ. მე ამაზე თავისუფლად საუბრობ, მაგრამ ავიწყდება, რომ ზოგს აქვს ძალიან სუსტი ნერვები. მაპატიეთ. არა, მე ეს არ მეცინება. მე უბრალოდ იმაზე მეცინება, რომ სულ მავიწყდება. ცოტა ფრთხილად უნდა მოვყვა ასეთი რაღაცები. მაგრამ რასიზამ ცხოვრება ასეთია. ჩვენ არ ვხედავთ იმიტომ, იმდენი არა. მე ამას რატომ გიყვებით ახლა? ამიტომ გითხარით, რომ მე მგონია, რომ ის ნეფილიმია. ნეფილიმი. და ახლა ალიონა მივიდა თან ამას ჯაჭვით ქონდა ფეხები შეკრული. და რატომ ქონდაო არ ვიციო. ზევით არა უხედია, თორემ მოკლავდა. არ შეიძლება მათ არ უყვართ, როცა ადამიანებს უყურებენ, როგორც ჩვენ უყურებთ ჭიანჭველებს. ეს ხათაშორის რუსეთის ტერიტორიაზეა ეს გოლიათი, ბინადრობს. რუსეთის ტერიტორიაზე. და რატომ მოყვები ახლა ეს ნეფილიმთან დაკავშირებით? მივიდა ასე ხელები, აი რო დაწვება ადამიანი, ადრე რომ ზღაპრებში როა ხოლმე, მეფე ჩემო და დაენარცხება მიწას, ასეთნაირად დაენარცხა. უხრებით მივიდა თავჩაღუნული და ახლა უთხრა რა სურვილი მოვიდა აქ, რა უნდოდა და ელოდება ახლა. შიშიტება ხელი თუ
წააცალა და ეს გოლიათი დაინტერესდა ალონას თმებით და მე თქვენ ამას კიდევ რატო გიყვებით? წამოგიდგენიათ, ეს იყო კლანში, სადაც მხოლოდ თეთრი მაგები იყვნენ. აგი შავის თეთრი ძალის მქონე. აგი შავის ძალის მქონე იყო და თეთრი ძალა მაგათმა გადასცენ. იქ მიიყვანენ, რამდენი გამოცდა გაიარა ამ ქალმა. მაგარი მამაცი ქალია. აი თქვენ დაიყენეთ მის ადგილზე, თქვენ შეძლებდით, ყველა ვერ შეძლებს იმის გაკეთებას, რასაც ის აკეთებდა ხალხისთვისთან. ფულს არ ართმევდა. საერთოდ ისინი მუშაობდნენ ჩვეულებრივ ყოფათ სამუშაოებზე და თუ ეხლა გააჩნია ხა სიტუაციებს, თუ მაგალითად ან გზის ფულს გადაუხდნენ ან საჭმელს უყიდიდნენ, ხო რაღაც გააჩნია სიტუაციებსაც, თუ მდიდარი ხალხი იყო, ან გზის ფულს გამოართმევდნენ. და ალონა თავისი მეგობრების მკვლელი რომ მოეძებნა, გარისკა თავისი სიცოცხლით. წავიდა. ამ გოლიათთან მივიდა და წამოიდგინეთ, ელოდება ახლა და რა დაძაბულობა მის გულში. ელის ახლა რა მოხდება არ იცის. არ იცის. და იქნო რომ გოლიათმა თმებზე ასე უფათუნებს, აწვალებს მის თმებს, იხვევს თიძე. აი როგორც ხანდახან სოფლებში დიასახლისები ქათმებს ფრთებზე მაგარ ბუმბულს უპუტავენ, რომ არ გადაფრინდნენ მეზობლის სეზონში. წამოგიდგენთ ახლა. ქათამია იტყვით. ბევრი იტყვის რა ამერი ის ქათამია და ქათამს არ სკივა. დიასახლისი რო ასე უპუტავს, მეცხვას მონაპუტი. ასე იყო საჭირო მეგონა. ახლა ძალიან ნანო. ცოდვა არ იყო ის ქათამი. რაც წყევლიდის იქნება თავის ენაზე. გაგიცინება თქვენ, მაგრამ ცხოვლებმაც იციან წყევლა და ვაი თუ ცხოველმა ან ფრინველმა თქვენ დაგწყევლათ სამართლიანად. გეუბნებით, მაგათაც ხო ტკივად, მაგათაც ეშინიათ, მაგათმაც იციან, ქათმებაც იციან სიყვარული. ყავდა ჩვენ სოფელში ერთი ქათამი ადრე, კომუნისტები სანამ ომი დაიწყებოდა აფხაზეთში. მithქვამს მე რომელიღაც ვიდეოში ნათქვამ იმას, თებს გაშლიდა, დაждდებოდა, მომეფერეთო. და უნდა აგიყვანა და მოგეფერა. და მე ის დაკლა ჩემო დედინაცვალმა. დაკლა იმის გამო რომ ვიღაცაო მომპარასო, არ ხედავო? ადამიანის არ ეშინიაო. და ჯობია შევჭამოთო. წამოიდგინეთ. გაზარდო და თავი წააცალო ადამიანს. ადამიანს მეტი ქათამს. ხო და ისე როგორც ჩვენ ქათამს პუტავთ, ისე ასე ხელს იხვევდა ალონას თმაზე, ახლა ალონა ელოდება და რა მოხდება და აი არ გავაგრძელებდა, თემის გარეშე დატოვა ეს ქალი. ანუ სამაგიერო სანაცვლოდ წაართვა მისი თეთრი გაღებებული თმები. არ ვიტყვი არაფერს უკვე, არ ვიტყვი რომ თუდად არ გახდეთ. დატოვა მარტო წინა ფჩოლკა და უკან ქვები დაჩენილი თმები. ნუ კარგიო, უხირდა ეს იმ ქალს. მაგირო ყვება ისტორიებს თავიდან. მე ფართოდ ვაყებდი თვალებს. არა, შიში არ მქონია, მაგრამ ბევრი ისეთი რამ გავიგე, რაც სინამდვილეში არ ვიცოდი. არა და ყველამ უნდა ვიცოდეთ ჩვენ ეს, რომ ვინ შერაღებულია, ის მზად არის, დაცულია. შიში მაინც არ გექნება და რადგან შიშ ფართო თვალები აქვსო. შიში არაზევს ადამიანს სტორი გადაწყვეტილება მიიღო. და ამიტომ ვამბობ, რომ შეიძლება ასეთი ნეფილიმები სათითაოდ ყველგან იყოს დარჩენილი. ხო? კარგით, მოდით გავაგრძელოთ, დიდ ბოდიშს გიხდით, ვისაც სუსტი ნერვები გაქვთ. რა ვქნა, ჩემთვის ამის მოყოლა, თუ რას აკეთებდა ალონა, მე ისე ვარ შეჩული მის ისტორიებს, დიდი ხანია ვუსმენ. რომ მივეჩვიე ყველაფერს. არა მარტო მის ისტორიებიდან გამომდინარე, არამედ ვუსმენ თუ რა ხდებოდა საერთოდ. კარგით, მოდით ახლა დავუბრუნდეთ. ამ ნეფილიმებს არ ქონდათ, ეს ნეფილიმები არ ფლობდნენ უпростоრად
სწორად ეს იქნება, არ ფლობდნენ სულიერ ბუნებით. რადგან ეს სულიერი ბუნება, მათ როქონოდათ ეს სულიერი ბუნება, ექნებოდათ საშუალება ეარსებინათ არამატერიალურ დონეზე. მათი აპეტიტები, მათი მადა იყო ფიზიკურ დონეზე, რომლების მასშტაბის დაკმაყოფილება ნორმალურ სამყაროს არ შეეძლო. ხო და ტექსტში წერია, რომ მაგათმა, როდესაც ამოუწურეს ყველა რესურსები, დაწყებული ჯერ დაიწყეს ბალახებით, შემდეგ გადავიდნენ ცხოველებზე, ცხოველები რომ გაწყდა, გადავიდნენ თავის მშობლების ნათესავებზე გამოდის, დედის ნათესავებზე. მათი კანიბალიზმი წარმოადგენდა ერთ-ერთი კანიბალიზმის ბოლო ფორმას, რასაც უწოდებენ ბუნებრივი თადარიგის ინვერსიას, სადაც შთამომავლობა ჭამდა თავის საგვარეულოს, რომლებაც მათ მისცენ სიცოცხლე. უпроსტორად, რომლებმაც მისცენ სიცოცხლე მათ დედებს. ანუ მაგალითად, მოგავაგრძელებთ. ღვთაებრივი ნება გაენადგურებია ნეფილიმები იყო მტკიცე. მან დაავალა არქანგელოს გავრიელს ეს საქმე, მაგრამ ეტყობა ნეფილიმები გადარჩენ, რადგან ისინი დღემდე არსებობდნენ. რაღაც ნაწილი ნეფილიმების არქანგელოს გავრიელს უნდა აეძულა ისინი ამოეწყდა ერთმანეთი. ამოეხოცა ერთმანეთი. ეს იყო გენიალური მეთოდი. იმის მაგერად, რომ ღვთაებრივ ძალებს პირადად ებრძოლათ ამ გიგანტებთან, რაც შეიძლებოდა, აქედან გამომდინარე შეიძლებოდა მათთვის მიეცათ ღირსეული მოწინააღმდეგე სტატუსი და ისინი არადა არ იყვნენ ღირსეულები მოწინააღმდეგები. ამიტომ ისინი აიძულეს ერთმანეთი ამოეხოცა. მათი ძალადობა იყო მიმართული მათივე საგვარეულო სამოხოცვაზე. ეს შეიძლებოდა მიღწეულიყო მაგიური მოქმედებით. მაგალითად, სიზმრები, ხილვები, პარანოია და ამ მანიპულაციის მეშვეობით ყოველმა გოლიათმა დაიწყო თავისი მაგვარი მეორე გოლიათში მტრის ხედვა. მაგრამ ნეფილიმებს ერთმანეთში რომ დაიწყოთ ბრძოლა, ყველაფერს გაანადგურებდნენ. იგინი ხო გოლიათები იყვნენ და ლანდშაფტს გადათხრიდნენ, თევზს დაამტრებდნენ, ხეებს დაამტრებდნენ. დინარები გაიხსებოდა მათი სისხლით, მიწა ზაზარებდეს იქნება მათ ფეხებ ქვეშ, მათი სიარულისგან, მაგრამ სრული განადგურება ნეფილიმების არ იყო მიღწეული მხოლოდ ომით. წარღვნა იყო საჭირო იმისთვის, რომ ბოლო ნარჩენები წაელეკა წყალს. წყალმა დაფარა მთელი დედამიწა, ყველაზე მაღალ მთავრდე მიაღწია და ანადგურებდა ყველაფერ ცოცხალს და გადაჭა მხოლოდ ისინი, ვინც იყო კიდობანში, ნოის კიდობანში, მაგრამ და მეცნიერება დაამტკიცეს, მეცნიერებაც და სხვა რაღაც წყაროებიდან, არ მახსოვს ახლა ზუსტად სან მოვისმინე, ეს ნოეს წარღვნა იყო უფრო შედარებით მცირე, ვიდრე პირველი წარღვნა. ნოეს წარღვნა იყო მასშტაბით შედარებით მცირე წარღვნა. მეორე წარღვნა ითვლებოდა. ნოეს წარღვნამდე იყო კიდევ ერთი ძლიერი წარღვნა. და ნოეს წარღვნა იყო მეორე პირველზე უფრო ნაკლები მასშტაბით. ნეფილიმები თავისი ზომიდან გამომდინარე ვერ გადაურჩნენ წარღვნას.
მათი ფიზიკური სხეულები ჩაიძირა წყალში, რადგან ამხელა წყლის მასის ქვეშ რაც გადარჩებოდნენ, ფიზიკურად მოქცნენ, მაგრამ ტექსტი ტექსტში წერია, თუმცა მათი სხეულები გარდაიცვალენო, მათმა სულებმა შეძლესო გადარჩენა და ამ ნეფილიმების სულები, ჩამრთვალი ნეფილიმების სულები ტანჯავენ თავს ესხმიან, აწამებენ, აწვალებენ, ამტრევენ დედამიწაზე, ჭირს ავცელებენ, ჭირი იმ მხრივ რომ რაღაცას აკეთებენ, უშავებენ ბუნებას და ადამიანებს. არა, ფიზიკურად ისინი არ იკვებებიან, მაგრამ მათი მადა ძველებურად ძინვარებს ძლიერია, ისევ გაუმარცხლები არიან, თუმცა ფიზიკურ სხეულში არ არიან, მაგრამ მადა აქვენ ძალიან ძლიერი და წყურიათ ფიზიკური საკვები, ამიტომ გაშმაგებული დადიან და ეს ნეფილიმები გახდნენ დემონები, რომლებიც კაცობრიობას აწამებენ. მათ წყურიათ ფიზიკური გამოცდილება, რომელსაც ისინი ვერასდროს ვერ მიიღებენ უკვე. მათ შეათ, სულ შეათ, მაგრამ ვერ ჭამენ. მათ წყურიათ, მაგრამ ვერ სვამენ. და ეს მარადიული დაუკმაყოფილება მათ ხდის უფრო ბოროტებად. ნუ თათ ესე კიდე არა, მე გეტყვით, მე დავამატებ. კი, წვრილ სამყაროში არსებობს ბევრი დემონების სხვადასხვანაირ სახეობა. არსებობს, კი. მარტო ნეფილიმები არ არიან, მაგრამ მათ დემონები დაარქვეს ალბათ, იმიტომ რომ რატომ და დემონების სხვადასხვა კატეგორიის არსებობს. ეშვაგებიც და მათ შორისაც არიან ისეთები, რომლებსაც არ უნდათ ადამიანებს გადაეყარონ. არიან ისეთებიც, რომლებსაც უნდათ ადამიანებს რამე დაუშავონ. და ნეფილიმები ალბათ როგორც სულები აწამებენ ადამიანებს, როგორც პოლტეგეისტრი. მე ასე ფიქრობ. ხო და დემონებიო არ არიანო თავიდან შექმნილი სპეციალური ბოროტებისთვის არსებები. ისინი არ არიანო დაცემული ანგელოზები. და დემონები ეს ამას წერს ენოქი. ისინი არიანო ტრაგიკული არსებებიო, რომლებიც იშვენო, დაიბადენო იმ ცოდვიდან გამომდინარე, რომლებიც მათ არ ჩაუდენიათო. ხო და შექმნილმა ღმერთმაო ამ ნეფილიმების 10%-ს მიცაო უფლება დარჩენილიყვნენ დედამიწაზე, სანამ ბოლო ასე თქვათ დასულნოდნია ერთი წუთით ნახავ ახლა. დარჩენილიყვნენ მანამ, სანამ განკითხვის დღე არ დადგება, მისცენ ამის უფლება, მხოლოდ 10%-ს. და 90% ამ დემონების, ამ ნეფილიმების წვლებისა იყვნენ შებოჭილი. და როდესაც ადამიანი გაუმაძღარია, სულ მეტი და მეტი უნდა, ვერ ძღება ვერ თქონებით, სულ უნდა ცუდი გააკეთოს, ავნებს შეპყრობილობას, ცოფობას, ვნებას, მანიას, სხვათა შორის ჩვენ დროში ეს ასე ვთქვათ
აი დამავიწყდა ის სიტყვა ისევ, ადირშიმას მოიცადეთ, დამავიწყდა. ახლა მინდა თქვენ გითხრათ, რომ შეპყრობილობა ჩვენ დროს უფრო გახშირდა და რას გულისხმობ ახლა მე? გაჯეტების ჩვენ ცხოვრობთ გაჯეტების საუკუნეში, გაჯეტების ერაში, ხო? და ალბათ თუ მოვიხედავთ, ვისაც ყავთ დიდი სანათესაო, დიდი ოჯახი, ყავთ შვილები, რომ ბავშვებს, თინეიჯერებს, საერთოდ ახალგაზრდებს ვერ ვაშორებთ თამაშებს, ხო? როდესაც ადამიანი გადაყოლილია თამაშებს, ცხოვრობს ამ თამაშებით, ერთი პერიოდი მე ისეთი დაძაბული ცხოვრება მქონდა, მე გულს ვაყურებდი საიტებს, იყო ისეთი საიტი, არა, თამაში არ იყო, ეს უბრალოდ საიტი იყო. და მე გულს ვაყოლებდი, იმიტომ რომ არ გავგიშებულიყავ. რასაკვირველია, ეს ცუდია, რადგან ვინც დიდ დროს ატარებს მაგალითად, ხო, თამაში იყო, ის იყო საიტი, რომელიც არსებობდა 5 წელი შემდეგ დაიხურა, ვაბი და იქ ქონდა ჩემი ბოსტანი, ჩემი ცხოველები მყავდა, ვამრავლებდი, სახს ვაშენებდი და ასე შემდეგ. ხო, არ დამალავ. ნერვები ხომ და გადამეყოლა რამესე. ხო, ისეთი პეცული პერიოდი მქონდა. რაღაცას უნდა მივჯაჭვულიყავი, რომ ჭკუაზე არ შევშლიყავი. რადგან გარემოს ვერ გავიცვლიდი. ვერ შევიცვლიდე უბრალოდ გარემოს. და ვიცი ეს რას ნიშნავს. და ახლა თუ დააკვირდებით თქვენ შვილებს, თქვენ ახლობლებს, რომ წაართვათ ტელეფონი, ალბათ მოჰკლავენ თქვენ. ახლა თქვენ თუ თქვენ შვილებს ესე გავლენა გაქვთ, კარგი, მაგრამ არიან ბავშვები, რომლებიც არ ემორჩილებიან, ხო, ინტერნეტში რა ამბავია ამასთან დაკავშირებით. ხო, ხედავთ? ხო, და ამიტომ გეუბნებით. ბავშვი, რომელიც თამაშობს, მას მოშლილავს ნერვული სისტემა. რატომ? რაღაცა არ გამოუდის, იძაბება. არა, მე თამაშებს ისიც არ თამაშობდი. მე გითხარით, მე მქონდა ბოსტანი ეს ის. არის ისეთი თამაშები. და ეს თამაშები ნარკოტიკით გითხრებს. და ამას ვუწოდებ მე ისევ დამავიწყდა სიტყვა. ამ დროს ვიბრაციებიც კი ვარდება. ხო, ვიბრაციები ვარდება, როცა შენ ხარ დაკავებული ტექნოგენური საქმიანობით. და არის მაგის საშიშროება, რომ სული შეანაცვლოს დემონურმა არსებამ. არის მაგის საშიშროება. ამიტომ თუ თქვენ ხედავთ, რომ ახალგაზრდა დედები, რომ ჩვილი ბავშვები გააჩუმონ, აჩვევენ მათ ტელეფონებს. ძალიან გთხოვთ, ამოიღეთ ხმა. თქვენ თუ ასეთ ამბავს ხედავთ. რატომ და ეს არის დაუშვებელი. თუ თქვენ ოჯახში გაქვთ სიტყვის უფლება, სიტყვის წონა, და თქვენ თუ ყავთ ასეთი რძლები, რომლებიც ტელეფონებს აკავებენ ბავშვებს და აჩვევენ, რომ მე ცოცხალი მაგალითი ვარ იმისა, დედები როგორ აჯენენ მაგიდასთან, ბავშვი არ ჭამს თუ ტელეფონი არ დაუდგირა
რამე არ ჩაურთე, ბავშვმა ძიძი უკეთესად იცის, როგორ შევიდეს, როგორ გამოვიდეს, სად გადართოს. და ამას დედები აკეთებენ იმისთვის, რომ ბავშვებს ნაკლები ყურადღება მიაქციონ, ოღონდ რამეთი გართონ ბავშვი და თვითონ დააშნენ კოსმეტიკა სახე შეიღებონ, იჭორიკანონ, ან კიდევ რამე სხვა გააკეთონ, ან ნუ გააჩნია ახლა. ხო, საქმე კიდია ოჯახში. ბავშვი თვითონ საქმეს ვერ გააკეთებდა. ბავშვს ვერ დააჯენ ტელეფონთან, ან ჩაუდ პატარა ბავშვს ტელეფონს, შეგიძლია ის დატოვო. ცოტა ხანი საქმეს გაგაკეთებიებს, ხო? ძალიან გთხოვთ, ნუ დავუშვებთ ამას. მაგათ ახალგაზრდა დედებს წარმოიდგენაც კი არა აქვთ. რას თესავენ, რას აჩვევენ ბავშვებს. ასეთი ბავშვები მომავალში არ მიიღებენ ვარს არაფერზე და ბაღში უნდა წავიდნენ, სკოლაში უნდა წავიდნენ, ხო? და შენი დედიკოსავით კის ვერ გეტყვიან სულ, ხო? და ამ დროს ფსიქიკა ტრავმირდება და იმ ადამიანის. ჩემ დროს არ იყო ეს გაჯეთები, მაგრამ იყო მაკინტოფონები რაცხა და მაშინაც იცოდნენ. მაშინ უფრო სხვანაირი ზედაწოლა იყო. მაგრამ ამდაგვარი ზედაწოლები არა მნიშვნელობა, არასავალდებულო გაჯეთები. სხვა რაღაცაც რომ ავიღოთ მაგალითი, ტელევიზორები ხო იყო. აი მაგალითად ერთი ოჯახის წევრი არაყურიებდა და უშუალოდ სხვა გადაცემას, იმიტომ რომ თვითონ უნდა ყურება სულ ტელევიზორის. ხო? ამდაგარი რაღაცეები. ახალგაზრდა თაობა არის საფრთხეში. ნუ დააკავეთ ბავშვებს ტელეფონს ხელში. ბავშვები გაუშვით გარეთ, რომ ითამაშონ ცოცხალი თამაშები. თქვენ ვერც კი შეამჩნევთ, როგორ დაეუფლება მათ სხეულებს დემონური სულები. შემდეგ ასეთი ბავშვები, რომლებსაც არ ეუბნებიან დავანებოთ თავი გაჯეთებს, არიან მშობლები, რომლებიც ბავშვებს არ ეუბნებიან ვარს არაფერზე. და როდესაც იზრდებიან ასეთი ბავშვები, ძალით ართმევენ სხვას იმას, რაც უნდა. აი ამ შემთხვევაშიც სული ენაცვლება, დემონური სული ენაცვლება ადამიანურ სულს. მაგრამ ზოგი მშობელი იმასაც კი გეჩხუბება თუ მის ბავშვს რჩევის მიზეზს არ მეუთხარ. ხო, ზოგი არამე ზევით უყურებ იმას. ხო, დრო არის კიდე, და მოდით ახლა ცოტა დარჩენილი, მეგონი არ მომიწევს მეხუთე ვიდეოს ჩაწერა, რადგან 3 ატვირთული მაქვს და ამაში ჩავეტევი. ხო, იქ უკვე ბევრი არაფერი არ დარჩა, ეს ახსნა ხოლოდ. და მე ალბათ არ გადავთარგმნი იმ წიგნს. შემოკლებით ხომ ამ კაცთან დაწერა ახსნა, მოკლედ თუ შინაარსი ამ ექის წიგნისა. ის იმხელა, ვისაც გაინტერესებთ და რუსული გესმით, შეგიძლიათ წაიკითხოთ. სხვათა შორის სუბტიტრებიც არსებობს. ჩართავ ქართულ სუბტიტრებს, შეიყვან და სუბტიტრებს, არით ახლა ქართული სუბტიტრები თუ შეიძლება, ვისაც გინდა დაუშვათ ქართულად წაიკითხოთ. შეიძლება კი, მგონია, შეიძლება ამის გაკეთება. არ ვიცი. ნახეთ. დემონურ სამყაროს აგრეთვე გააჩნია, როგორც ანგელოზურ სამყაროს, სულიერ სამყაროს იერარქია. მათ აქვს თავისი რანგები.
თავისი ასე ვთქვათ სახელმწიფო გააჩნიათ. ენოქი როდესაც აიყვანეს მაღლა ხომალდში მან მიიღო იქ ცოდნა კოსმოსურ სტრუქტურაზე. მას აჩვენებენ სხვადასხვა ზეცას, ანუ პლანეტებს, თავისი ფლობელებით და ფუნქციებით. მას აჩვენებენ იმ ადგილებს, სადაც არიან დასჯილი ანგელოზები. ენოქი ხედავს ცეცხლოვან მდინარეებს, ადგილებს, რომელიც არის მომზადებული საბოლოო აი დამავიწყდა ისე გაკითხვის დღისთვის. ენოქი ხედავს ასე ვთქვათ, იცით რა, მე რა დასკვნა გავაკეთე, რამდენი სამყაროა, რამდენი გალაქტიკა, იმდენი ღმერთია. მაგალითად, არიან ისეთი არსებები, რომლებიც ქმნიან ახალ სამყაროებს. ქმნიან თავის ხო წერია, რომ მაგალითად ადამიანი ღმერთმა შექმნა თავის მაგვარად. იმიტომ რომ ჩვენ შექმნათ ჩვენ მაგვარად ვინც გამოიყურება ისეთმა არსებამ, უთოპლანეტელებმა. ხო? და არიან ისეთი სამყაროები, სადაც მაგალითად მე მოვუსმინე ერთ ვიდეოს არქიტექტორზე, გველეშაპზე, რომელმაც თავისი გალაქტიკა შექმნა და თავის მაგვარი მობინადრეები შექმნა ამ პლანეტაზე. ანუ მისი პლანეტის მობინადრეები გველეშაპები არიან, დრაკონები. და ენოქმა აქ ნახა, კი, ცეცხლოვანი ტახტი. ამ ცეცხლოვან ტახტს გარშემო არტყია ხერუბიმების სერაფიმები, ანგელოზები, რომლებიც ღერიან, გალობენ უბრალოდ, რომლებიც გალობენ. და როდესაც მე არ შევდივარ კამათში, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ უფალი არსებობს და ეს და ის და არ შევდივარ. იმიტომ რომ მე არ მინდა ადამიანი ვანერიულო მაგის გამო ვისი წამს. ყველას ის წამს, რაც სურს, რაც ესმის, ვისი ესმის. ვისი წამს მაგას მისდევს, ხო? რელიგიური საკითხში მე გავერკვიე უკვე და ვიცი, რომ რელიგია აი მაგალითად მე ვარ სულიერი წარმომადგენელი, სულიერ სხეულში უბრალოდ და ვარ არქიტექტორი, შემქმნელი. ახლა მაგალითად ლიგანაცია მარია შლოიანს ხშირად ვახსენებ მე და რამდენიმე მისი ვიდეო მიდენა. ის იმ სულიერ სამყაროში იყო მშენებელი. ის იღებდა მონაწილეობას დედამიწის შექმნაში. რაღაც ფუნქციები გააჩნია, ერთი პარტია ამას შვება, მეორე პარტია იმას შვება. ხო? ასევე არის გალაქტიკები, სადაც ვინც შექმნა ეს გალაქტიკა, მისი მაგვარი მობინადრეებით ივსება. ხომ გესმით მე რისი თქმა მინდა? და ავიღოთ ცხოველები. ყველა ცხოველს ყავს ბელადი. მაგალითად მგლებს, ვეფხვებს, ლომებს, სპილოებშიც კი ყავთ ლიდერი. მაგალითად ქათმებში მამალია ლიდერი, ხო? რამდენიმე ქათამი და მამალი. აი ამდაგვარი სტრუქტურით იყოფა, იქმნება რელიგია. ამდაგვარი სტრუქტურით. როდესაც ადამიანს აქვს ოფისი, ყავს თანამშრომლები, ისიც შემქმნელია თავისი რელიგიის. რაც გინდა ის დაარქვი. პარტიაც კი არის რელიგია. დიახ, პარტიაც კი არის რელიგია, ალბათ გაგიცინებათ. არის რელიგია. წარმოადგენს რელიგიურ სახეობას. ოჯახიც კი, რომელშიც არის დესპოტი,
არის ოჯახის წევრი, ოჯახის უფროსი, რომელიც ატერორებს ოჯახის წევრებს, შიშის ქვეშ ამყოფებს, არის რელიგია. საერთოდ გინდა კარგი ოჯახი იყოს. ის არის პატარა რელიგია. სადაც ღდელი არის ოჯახის უფროსი, ან კაცი, ან ქალი, ან ბაბუა, ან მამათილი, ან დედამთილი, ხო? აი დაფიქრდით. და დემოკრატია არ არის დემოკრატია, არ არის ის გაგება, რაც ჩვენ გვეგონა. დემოკრატია არის მონობა. აი დემოკრატია არ არის სახალხო მართვა, გატყუებენ. არ არის. დემო ნიშნავდა ადრე არა ხალხს, არამედ თვით მართვად ტომს აფშინა. და კრატას ნიშნავს ძალაუფლებას, ბატონობას. ესე იგი ხალხზე ბატონობა. აი, აქედან გამომდინარე. რატომღაც ბოლო დროს ქართველებმა შეიყვარა სიტყვა დემოკრატია. ამდენი წელია დემოკრატიას აგიტაციას უკეთებენ. ისე როგორც მთელი სოფლიო ცეკვავს სიმღერა მაკარენას ქვეშ და არიციან თუ საქართველოში არიციან თუ რას ნიშნავს ეს სიმღერა. აი კრატას დემოს მართვადი საზოგადოება პლუს კრატოსი, რაც ნიშნავს ძალას ან ბატონობას, ან ძალაუფლებას. რა ყოფილა დემოკრატია? ბატონობა, ძალაუფლება ხალხზე, ან ხალხის მიერ ბატონობა სხვებზე. და ეს ტახტი, ცეცხლოვანი ტახტი, გარშემორტყმულია ცეცხლით. და ამ ტახტის გარშემო არსებობს ცოცხალი ცეცხლოვანი მდინარეები, რომელშიც მდინარის მობინადრეები ცხოვრობენ. კარგით, მე მგონია ამ წიგნის ახსნა დამთავრდა. იქ ცოტა რაღაცები არის არჩენილი, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ გადაგტვირთოთ, რაც ვიდეოები დავდი, საკმარისია ჩვენ რომ გაგვეგოს სიმართლე. თუ სინამდვილეში რა მოხდა? ვინ არიან ნეფელიმები, ვინ არიან ის 200 ანგელოზი, რომლებიც დაეცნენ? ხო, ეს ბოლო ვიდეოა ამ თემასთან დაკავშირებით. გმადლობთ ყურადღებისთვის.